მშვიდობისა მაესტროს ეთერში თოქ-შოუ პრესის დრო დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 საათის მანძილზე თქვენ ვერ ნახავთ და ვერ მოისმენთ ერთ აზრზე მდგომ ადამიანებს და მათ ერთნაირ შეხედულებებს. მაშასი ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ჯგუფის სინათლის წელიწადი, ოღონდ რა თქმა უნდა არასრული შემადგენლობით, წარმომადგენლობითი დასწრებაა, ასე ვთქვათ. ანუ ჩვენი სტუმრები იქნებიან რა თქმა უნდა ჯგუფის სოლისტი გიგი გეგელაშვილი და ორი მშვენიერი მანდილოსანი. პირველი მათგანი არის ელენე მეჩეთოვა და მეორე გახლავთ ნათია ჩუგოშვილი. საღამშვიდობისა და დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისათვის. მივესალმები ასევე ჩვენს ჟურნალისტებს, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა რადიოებს, ჟურნალ-გაზეთებს და ძალიან მიხარია რომ თქვენც ასევე ჩვენი სტუდიის სტუმრები ხართ, თუმცა სანამ საუბარს დავიწყებდეთ, გავიცნოთ ჯგუფის სინათლის წელიწადის შემოქმედებით გზას და რა თქმა უნდა, თვალი გადავულოთ ასევე გიგი გეგელაშვილის შემოქმედებით ბიოგრაფიას რუბრიკაში დოსიე. არტ-როკ ჯგუფის სინათლის წელიწადი შარშან 2004 წელს ჩამოყალიბდა გიგი გეგელაშვილის თაოსნობით. არსებობის ჯერჯერობით მცირე ხნის მანძილზე ჯგუფმა მოახერხა 6 სოლო კონცერტის გამართვა. გამოუშვა ასევე ალბომი სახელწოდებით გზაცისკენ. თავად ჯგუფის ლიდერი გიგი გეგელაშვილი პირველად სცენაზე 4 წლის ასაკში დედასთან მომღერალ ინგა ბერაძესთან ერთად გამოჩნდა. 7 წლამდე დედასთან დუეტში ასრულებდა რომანსებს და პატრიოტულ სიმღერებს. შემდეგ სწავლობდა მუსიკალურ შვიდწლეთში ფორტეპიანოს განხრით და მუსიკალურ 10 წლებში, სადაც ეუფლებოდა ფლეიტაზე დაკვრას. ბავშვობაში ხშირად იმყოფებოდა მიწვევით სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც მონაწილეობას იღებდა მუსიკალურ ღონისძიებებში და ფესტივალებში. არის იაპონიის ქალაქ ტოიამას საერთაშორისო ფესტივალის მედალის მფლობელი, მოსკოვის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის და ფესტივალ სლავური ბაზარის დიპლომანტი. 1996 წელს რუსეთის ტელევიზიისა და ახალგაზრდული საზოგადოებების კომიტეტის ინიციატივით მოსკოვში გაიმართა გიგი გეგელაშვილის ბენეფისი. 13 წლამდე მუსიკის არც ერთ მიმართულებას არ უსმენდა, შემდეგ მოხიბლა როკ მუსიკამ. 1999 წელს გამოსცა ალბომი სახელწოდებით გულშვალაიები. 2000 წელს ჩააბარა თეატრისა და კინოს ინსტიტუტში, პროფესიით მსახიობია. შექმნილი აქვს საკუთარი საფორტეპიანო და საორკესტრო ნაწარმოებები. ყველაფერთან ერთად წერს მოთხრობებს და ლექსებს. სრულყოფილად ფლობს კლავიშიან, სიმებიან და ჩასაბერ საკრავებს. ამჟამად მუშაობს ჯგუფ სინათლის წელიწადის სტუდიურ ჩანაწერზე. და დღეს სწორედ სინათლის წელიწადის წარმომადგენლებს მოუწევთ ჟურნალისტების პირისპირ წარდგომა. ამიტომ მე დროს აღარ წაგართმევს და თქვენ საუბარს დაწყებულად გამოვაცხადებ. პირველ შეკითხვას ლალიფაცია დასწრებს. მოგესალმებით, ლალიფაცია ჟურნალი თბილისელები. ნახეთ კადრები და მეც მახსოვს ძალიან კარგად, როდესაც პატარა იყავი დედასთან ერთად იდექის სცენაზე მღეროდი. მაგრამ იქიდან მოყოლებულ სხვა რაღაცას აკეთებდი აბსოლუტურად, დღეს სხვა რაღაცას აკეთებ. აბსოლუტურად არაფერი არ არის დარჩენილი. და მაინც რა მიმოქმედა ეს გარდატეხა უცებ როკით, რატო დაინტერესდი და რა გახდა ამის მიზეზი. მე ლალემეს შეკითხვა დამისვა ჯერ კიდევ ნოაში კონცერტის დამთავრების შემდეგ და მე მაშინ რატომღაც ვთქვი რომ არ ვიცი მეთქი, მაგრამ ალბათ ვიცი, იმიტომ რომ ის პერიოდი როცა მე მქონდა შუალედი, ანუ ის 3 წელი როცა ვისვენებდი მე და როცა ყველა მომღერალმა უნდა დაისვენოს, ალბათ იმ ასაკში, სწორედ მაშინ გაჩნდა რაღაც იდეები, მაშინ შევქმენი ჩემი, არც ისე სრულყოფილი ნაწარმოებები და აი ამან განაპირობა სწორედ შემდეგში უკვე ჯგუფის ჩამოყალიბება. ეს იყო ცოტა სხვა მიმართულების ჯგუფი, ეს იყო უფრო კლასიკური როკისკენ გადახრილი. ერთად ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ჯგუფი მე, დავით ყეინაშვილმა, ზაზა ცერცვაძემ და შემდეგ უკვე რაღაცები კიდევ შეიცვალა, იმიტომ რომ მაშინ დაეხლათ ჩვენ ვართ ძიების პროცესში და დავიმატეთ ჩვენ მე ვიოლინები, ეს მოხდა სრულიად შემთხვევით. ერთ-ერთ კონცერტზე ეს იყო ძალიან აუცილებელი, რომ მე უნდა წარმედგინე ჩემი ნაწარმოები მერიაში. და დავიმატეთ ვიოლინოები, უნდა ყოფილიყო ძალიან კლასიკური ჟღერადობა. კლასიკური ან და როკული, ანუ თავისით მიხვედი რაღაც ამ. ხო, აი რაღაც ძალიან ისე თვითონ აეწყო, ანუ ის რაც მე მქონდა ჩანაფიქრი, ის რაზეც მე ვოცნებობდი და რატომღაც მეგონა რომ ეს დიდი ხანი არ გამოვიდოდა ისე როგორც მე მინდოდა. უცებ გამოვიდა და ეს იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ისე უცებ აეწყო ყველაფერი, მე თვითონ ბავშვებიც ისეთები იყვნენ, ანუ მე სულ ოცნებობდი იმაზე, რომ ჯგუფი ყოფილიყო რაც შეიძლება უფრო შრომის მოყარე და მას ქონოდა რაღაც სურვილი, რომ გაეკეთებინე რამე ახალი.
სამწუხაროდ იმას პერიოდულად ჩვენ ვერ ვახერხებდით, მაგრამ როცა შეიქმნა სინათლის წელიწადი, უკვე ჩამოყალიბდა სინათლის წელიწადი და მე როცა გავიცანი ეს ნიჭიერი ადამიანები, მოულოდნელად უცებ ჩემი ოცნება ახდა. და ის პერიოდი, რომელიც ჩვენ ძალიან სერიოზულად გაქვს დედასთან ერთად გავლილი, შემთხვევით მაინც საკონტროლო კითხვა მინდა დავსვა. თავს მოხვეული ხომ არ იყო დედისგან? არა. შენთვის? არა. კმაყოფილი ხარ იმ ეტაპით და იმ პერიოდით? ძალიან ვარ. მე იმ ხელა სიამოვნებას განვიცდიდი თვითონ იმ პერიოდში, იმ კონცერტებზე, იმიტომ რომ იყო ძალიან რთული პერიოდი მაშინ ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან რთული პერიოდი და რაღაც აფხაზეთის ომი რაღაცა ბავშვობიდანვე მქონდა იმის სურვილი, რომ აი ყოფილიყო ყველაფერი აი ძალიან ქართული, ძალიან ისეთი, ძალიან პატრიოტული. და ამან განაპირობა სწორედ ის, რომ მე ყოველთვის ძალიან დიდი სიამოვნებით გამოდიოდი დედაჩემთან ერთად და ეხლაც კი, როცა კი გვაქვს საშუალება, რომ ერთად ვიმღეროთ ან ეს რომანსი იქნება, ან ქართული ტრადიციული სიმღერა, მე სიამოვნებით არ გაურბე ამას და სიამოვნებით. ინგაბერაძე არის შესანიშნავი პარტნიორი. და მაინც დავაზუსტოთ, ესე იგი ეს ყველაფერი არის hard rock-ი? არა, ეს ყველაფერი არის art rock-ი. Art rock-ი. დიდი მადლობა ლალი და ლაშა გაბულია. ლაშა გაბულია ბატონო ჩემო. გაზეთი ახალი ვერსია, ჟურნალი ანაბეჭდი. პირველ რიგში მაინტერესებს გიგი აი თვითონ art rock-იო ესე უწოდეს ახლა ამ სიუჟეტში და თქვენ თვლით რომ art rock-ი არის თქვენი მუსიკა. აი თქვენ უბრალოდ თქვენ წარმოდგენებში არის თუ არა ეს ის მუსიკა, რომელსაც art rock ქვია. მე ვფიქრობ რომ art rock-ი ეს არის ჟანრი, სადაც გაერთიანებულია ძალიან ბევრი სისტემა, ძალიან ბევრი სტილი მუსიკალური. იმიტომ რომ აქ არის შეგიძლია კონდეს ისევე როგორც კლასიკური ელემენტები, ასევე ჯაზ ელემენტები, ასევე ავანგარდული ელემენტებიც, ანუ არა, გასაგებია, მაგი ვიცით ბევრი, მაგრამ მე უბრალოდ მაინტერესებს თქვენ თუ თვლით რომ არის art rock-ი ესა, პირადად, რა ვიცი, ისეთ მე ვთვლი რომ ეს არის არის, ხო? აი რა ჯგუფებზე ხართ გაზრდილი ბჭყალებში თუ შეიძლება? ეს არის ძირითადად სამი ჯგუფი, რომელმაც მე მომცა ძალიან ბევრი. ეს არის პირველ რიგში King Crimson-ი, Yes-ი და Emerson Lake Palmer. არა, ეს გასაგებია. ეთყობა კიდეც მუსიკას დავწერე მაგალითად. ხო და აი ახლა მაინტერესებს კიდე აი გოგონებთან დაკავშირებით. ეს გოგონებო თქვენ ძირითადად ვიოლინოზე უკრავთ და სხვა ინსტრუმენტებზედაც მე კონცერტის დროს ნუ ზოგჯერ რაღაც გონგზე და იმაზეც. ხო? ხო ესეა. ხო და ახლა მაინტერესებს გიგი ესეთი რაღაცა, აი რატომ გოგონები აიყვანებთ თქვათ მე ვიოლინებად და არა თქვათ ბიჭები? ეს მოხდა ძალიან უცნაურად, იმიტომ რომ თვითონ ვერიაში როცა ჩატარდა კონცერტი, იქ ყავდა აბსოლუტურად სხვა შემადგენლობა, ანუ იქ იყვნენ შესანიშნავი მუსიკოსები, დევი დავითაშვილები. ესენი თავიანთ მუსიკალურ წრეში საკმაოდ ცნობილი მუსიკოსები არიან, მაგრამ ნუ მოხდა რაღაც პრობლემები, რაღაც ვერ აიწყო და სამწუხაროდ 5 დღით ადრე ჩვენ შეგვიქმნა ძალიან დიდი პრობლემა, რის გამოც ელემენტარულად შეიძლებოდა კონცერტი ჩავარდნილიყო მერიაში. ამის უფლება ჩვენ არ გვქონდა, ამას მე არ მივცემდი ჩემ თავს ამის უფლებას, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი შანსი. თუნდაც იმ სამი ადამიანისთვის, ჩემთვის დათო ყეინაშვილის და ზაზდა ცერცვაძესთვის, იმიტომ რომ აუცილებლად საჭირო იყო რაღაცა გვეკეთებინა, რაღაცა დაგვეწყო. და მოულოდნელად ისე გამოჩნდა, რომ ნათი არის ჩემი მეზობელი, ანუ ჩემს გვერდით ცხოვრობს პირდაპირ ნათია, ხო და უცებ სახში ოჯახში გაახსენდათ, რომ გვერდით ყავს მე ვიოლინე, ნათია ჩუგოშვილი და რატომ არ შეიძლება რომ ნათიამ დაუკრას. მე რატომაც ვიფიქრე რომ ეს იქნებოდა პატარა ბავშვი რაღაცა, მაგრამ უცებ რომ გავიცანი ნათია, ხო? უცებ რომ გავიცანი ის როგორ უკრავდა ვიოლინოზე. უცებ მოულოდნელად მან მოიყვანა ლენა. და როცა მოვისმინე ეს ყველაფერი, მე უბრალოდ ეს ყველაფერი ძალიან ისე თავისებურად მოხდა. ანუ მე არ მიფიქრე სპეციალურად რომ ესენი ყოფილიყვნენ ან გოგოები, ან ბიჭები, მაგრამ ისე შეიკრა ეს შემადგენლობა, ხომ, რომ უცებ აღარც კი მაქვს არასოდეს სურვილი იმის, რომ შემადგენლობა როდესმე შეიკრა. და ვერ წარმოვიდგენია. გოგოების აზრი მაინტერესებს, რამდენად თავისუფლად გრძნობთ ამ ჯგუფში თავს, თქვათ. ანუ რამდენად გამოხატავთ თქვენს ცოდნას, ერუდიციას და ასე შემდეგ. განყოფელებას. იცით რა, თავიდან რო გავიცანი გიგი, სიმართლე გითხრათ, მე ვერ გავიგებ მუსიკის, ნუ გიგის მუსიკის გემო. არ მომეწონა სიმართლე რომ გითხრათ და მე პირველი კონცერტი რო ჩაიარა, მაინც ვერ გავიგე და მე რომ მომასმენა თავისი რამდენი სიმღერა მომასმენინე მე. 8 მეგონი აზრაემა. 8 ეგრევე 8 და გავგიშდი, ვაიმე ეს რა ყოფილა. აი მე მივხვდი რატომღაც, არ ვიცი, ეგრევე რატომ ვერ გავიგე, მაგრამ ძალიან მომეწონა. პირობებიც იყო ისეთი და იმიტომ ალბათ ეს რაღაც სარეპეტიციო, ეს ჭუჭრიანი ოთახი, პატარა ოთახი, იმიტომ ჩვენ არ გქონდა იმის პირობები, რომ რაღაც დიდ სარეპეტიციოზე გქონოდა პრეტენზია, ხო და
ამიტომ მეყვა. და მომეწონა რომ ვიოლინოს პარტიები არის კარგი, არ არის როგორც ჯგუფებში ერთი ნოტის რაღაცაც. არის ძალიან ტექნიკური ადგილები, არის სამუშაოს საშუალება და ეს მომეწონა უბრალოდ. დავეთანხმები ელენეს. ნამდვილად ძალიან საინტერესო პარტიებია ამ მუსიკაში და ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა ამის დაკვრა. ძალიან ძნელია რომ მიხვალ ჯგუფში და მართლა მოგცემენ რაღაცას ისეს დასაკრავს, რაშიც საკუთარ თავს ვერ აჩვენებ. ამაში ჩვენ ჩანვართ და ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. მე თავიდანვე ძალიან მომეწონა ეს მუსიკა და მივხვდი რომ ამაში ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ძალიან კარგი, ნახოთ. და გიგი ერთი რაც მან სტატიაში აღნიშნე, მაშინ რომ დავწერე, რომ რატომღაც მე ასე მომეჩვენა, რომ ჯგუფს აკლია ელექტროგიტარის რაღაც თუნდაც ცოტა სიმძიმე, ცოტა რაღაც ისეთი თავისებური ხმა, რომელიც არტ-როკში პრინციპში აპრობირებული არის. გარდა ემერსონ ლეიკ პალმერისა, რომელშიც ნაკლებად არის, მაგრამ აი რატო გადაწყვიტეთ, რომ აი გიტარისტი არ აკავთ ესეთი გამორჩეული ლიდერ გიტარისტი და რიტმ გიტარისტი. მე ლაშა თქვენი სტატია წავიკითხე და ძალიან კმაყოფილი დავჭი, იმიტომ რომ იქ იყო შენიშვნები მოცემული. ნუ რა თქმა უნდა, რაღაცაში არ გეთანხმებით, მაგრამ უმეტეს ნაწილში მაინც გეთანხმებით და ჩემთვის თავარია ზუსტად თქვენი დამოკიდებულება, იმიტომ შეიძლება რაღაცა მივიღო და რაღაცა თქვათ არ მივიღო, მაგრამ აი ამ ამბავში გეთანხმებით. ანუ ჩვენ პირველ საწყის ეტაპში, როგორც რამინდა აღვნიშნო, საწყის ეტაპში პირველად ჩვენ ყავდა გიტარისტი, რა თქმა უნდა. მაგრამ უცებ ამან მიიღო თავისებური სახე, რომელიც აღარც კი მიცდია იმ დროისთვის, ანუ იმ ეტაპზე შემეცვალა, იმიტომ რომ რატომაც გადავწყვიტეთ, რომ ის დრაივი, ის ემოცია, რაც აუცილებელი იყო ჯგუფისთვის, წარმოგვიღო აკუსტიკური ინსტრუმენტებისგან. თუმცა იქ ვიყენებ ჩვენ სინთეზებს, რა თქმა უნდა, ის არის გარკვეულწილად რაღაც ელექტრონული ელემენტებიც, მაგრამ ის სინთეზიც მხოლოდ სტრინგის ეფექტებით ყავს გამოყენებული. ამიტომ იმ ეტაპზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყველაფერი ესე დაგვეტოვებინა, მაგრამ ალბათ შემდეგში ძალიან ბევრი რაღაც შეიცვლება, თუნდაც თქვენი სტატიის შემდეგ. კომპლიმენტი მიიღე. სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ხო არაპირებ რომ აქ ბევრი რაღაცა იყო. ორკესტრთან ერთად ხო არაპირებ, იმიტომ რომ ვიცი რომ ნაწარმოებები აქვს რაღაცეები და თქვა ორკესტრთან ერთად დაკვრას ან რაღაც ეს ვარიანტში. თუ მექნება აი სტრინგები ახსენე და იმიტომ სინთეზატორის სტრინგებს მე მგონი ორკესტრიაში. რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ სავარაუდოდ ძალიან მალე ოქტომბრის თვეში ვგეგმავთ საკმაოდ სერიოზულ რაღაცას. არ ვიცი ამას როგორ გავუწდებით, მაგრამ ჩვენი სურვილია რომ ის გავაკეთოთ და აუცილებლად გავაკეთოთ. და ჩვენ ამაში მხარში გვიდგას უკვე კონსერვატორიის ნაწილი, ანუ კონსერვატორიის სტუდენტები, იგივე ლენას მეგობრები მხარში გვიდგას უკვე. ეს საკმაოდ ძლიერი ძალა იქნება, ალბათ ჩვენი გვეყოლება დამატებული ასევე ელექტრონიკა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არანჟირებებში უკვე ისე უნდა შეიცვალოს რაღაცა, რომ აუცილებელია დაემატოს რაღაცა ახალი ხმები, რაც მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს ძალიან ჭირდება. ამიტომ ჩვენ გვექნება ესეთი DJ სისტემაც. ანუ ამ მუსიკაში ჩაერთვება პლუს ელექტრონული მუსიკა, მე არ დავმალავ, ეს იქნება ნიკა წერეთელი, ძალიან ნიჭიერი ადამიანი და ამ ორკესტრს პლუს დაემატება კაპელა, რომელიც ჩვენს გვერდით იქნება, ხო და შევხედოთ როგორ გამოვა, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სერიოზულ რაღაცა უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში ამაში თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს, ძალიან დიდი სურვილი რომ თქვენ ამაში დამეხმარებთ. ძალიან კარგი საუბარს რამდენიმე წუთში გავაგრძელებთ გადაცემაში რეკლამის დროს. მაშინ ეთერში თოქ-შოუ პრესპრესი ჩვენი დღევანდელი სტუმარია ჯგუფის სინათლის წელიწადი, ჯგუფის სამი წარმომადგენელი და განვაგრძელოთ საუბარი. იავეკოა. გამარჯობათ, იავეკოა, გაზეთი 24 საათი. მე პატრა შესავალს გავაკეთებ, მე მგონი დღევანდელი პრესი იქნება ყველაზე ლაით პრესი, იმიტომ რომ ყველაფრის ფონზე რაც ჩვენ სცენაზე ხდება, თქვენი გაპრესვა ცოტა ცოდვის ტოლფასია. თუმცა თლად ასეც არ იქნება, ალბათ დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგების იმედი მაქვს. მე პირველად სინათლის წელიწადი მოვისმინე ძალიან უჩვეულო გარემოში. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე წარმოუდგენელი ადგილი, სადაც შეიძლება მსგავსი კონცერტი გაიმართოს, ეს იყო მერიის ფოიე. ეს იყო სრული კოშმარი. ქართული როკის კი არა და ყველაფრის დასამარება მოხდა, მე მგონი იქ. მაგრამ ყველაზე ცუდი ეს იყო, რომ მე მგონი ეს იყო თქვენი ჯგუფის პრეზენტაცია, ასე ვთქვათ. ყოველ შემთხვევაში ფართო საზოგადოებამ სარეპეტიციო დარბაზის გარეთ მანდ გაგიცნოთ. პრესამაც მანდ გაგიცნოთ. რატომ დათანხმდით ასეთ მარტივად რო ვთქვა, ესეთ
ბრიყულ შემოთავაზებაზე, არ ვიცი, აი ასეთ ცუდ წინადადებაზე, რომ პრეზენტაცია, წარდგინება, ჯგუფის პირველი ნაბიჯი გადაგედგათ აი ესეთ სრულიად შეუფერებელ ადგილას. ია რომ მოვიდა ჩემთან. პირველად, ნუ ესე მკითხა, რომ ვინ ახარ თქვენო და აქ რა საკეთებდო რა ხო და გაოცებული ვიყავი სრულიად. მე დავიბედა, რა ვიცი, მე ვთქარი ჩვენ ესე ჯგუფი ვართ და სახელიც კი არ გერქვა მაშინ, რა ხო და ჯგუფი ვართ მე ვთქარი და რო წავიდა არ ვიცოდი ვინ იყო და რო კითხე ეს ვინ არის მე და ესო პრესპრესში როზისო და ხალხს ყავს აზრობსო ის არის მომიტყვა ესო. მე ვიდა ერთი რაღაცა ვთქვა. ია არის შევაწყობ მე ვიყავებს. ია არის ის ერთ-ერთი ადამიანი რომელმაც იცის ჩვენი პირველი ნაბიჯებიდან მოყოლებული თლიანად და მე ძალიან მიხარია. ხო, რაც შეეხება კითხვას, რატო დავთანხმდით ამას? საქმე იმაშია რომ როგორც თქვი, გვინდოდა თავი გვეჩვენებინა, ანუ გვინდოდა რაღაცა გაგვიკეთებინა. არ იყო ამის შესაძლებლობა იმდენი. და რა თქმა უნდა, უცნობი ჯგუფიდან არ იქნებოდა თქვათ ის მომენტი, რომ ვიღაცა დაინტერესებული იყო და ეთქვა, რომ იცი რა, სინათლის წელიწადი მოვიდეს აქ. ანუ თქვათ მე მინდა რომ ამ პრეზენტაციაზე ან ამ კონცერტზე მიიღო სინათლის წელიწადმა მონაწილეობა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს იქნებოდა ჩვენი შანსი. და ჩვენთვის არ ქონდა იმას მნიშვნელობა, რა გარემოში ჩავატარებთ ამას, ოღონდ ჩაგვეტარებინა. მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ თქვენ დაიმკვიდრეთ ყოველ შემთხვევაში იმ კონცერტიდან გამომდინარე, დაიმკვიდრეთ ყველაზე ცუდი აკუსტიკის, ყველაზე ცუდი ჟღერადობის, ყველაზე ცუდი დაკვრის ცოდნის ჯგუფის სახელი. ია, მე ვფიქრობ, რომ ჯგუფი ნელ-ნელა აუცილებლად ზემოთ უნდა. არა, ამაში დამნაშავე იყო მხოლოდ გარემო. მე არ გულისხმობ თქვენ დაკვრას. რა თქმა უნდა. არა, მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, რომ ესე დავიწყეთ. იმიტომ რომ ჩვენი მეორე კონცერტი ნუაში უკვე იყო წინ გადადგმული ნაბიჯი. შემდეგი კონცერტი უკვე ეს იყო თუ არ ვსწრები შარდენზე. იყო კიდევ წინ გადადგმული. მერე კონცერტი გუდიაშვილზე ფესტივალზე Art Expo-ზე იყო კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი და აი ესე ნელ-ნელა უფრო ნელ-ნელა მატულობს რაღაცა და მე მიხარია რომ ეს პირველი კონცერტი იყო ესეთი. ექსტრემალურ პირობებში. ესეთ ექსტრემალურ პირობებში, კი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ მაინც არცვლად ისეთი ცუდი იყო და ესეთი საშინელება, იმიტომ რომ კი, იყო ჟღერადობა. შენ გიხარო და გიგირო? პირველი კონცერტი ქონდა და იმის არ მაგრამ მიხარო და კარგი. ხო, იმიტომ რომ მთელი მუღამი იმაშია რომ თითქოს თავიდან დავიბადე. თითქოს პირველად ვიყავი სცენაზე გამოსული, იმიტომ რომ ჩემზე ბედნიერი არავინ არ იყო, იმიტომ რომ ყველაფერი ცოცხალი იყო. ეს აღარ იყო ფონოგრამა, აღარ იყო რაღაცა ისინი, რა ქვია, რაც ადრე მიმღერია, მე ვთქვათ, ხო? თუმცა იმასაც დიდ პატივს ვცემ ჩემ ძველი იმასაც, მაგრამ სულ სხვა იყო, ჩემი ოცნება ახდა. და მე რა რომ ეს იყო რაღაც ისეთი ჟღერადობი და რაღაცა. რატო დავთანხმდით? იმიტომ დავთანხმდით. ვინ შემოგთავაზეთ საერთოდ წინადადება სწორედ ეს იყო და ნებისმიერ წინადადებას თუნდაც ეთქვათ რომ წადი შენ და თქვათ ხულოს რაიონის იმაში რაღაცა გააკეთე. ეს მერის შემოთავაზება იყო, იმიტომ რომ იქ იყო ღონისძიება, რაღაცა სრულიად განსხვავებული საერთოდ სადა დედამიწასავით იყო თქვენი კონცერტი და ეს ღონისძიება, რომელზეც თქვენ გამოხვედით. ჩვენ ეს შემოთავაზა ბატონმა კობა კიკაბიძემ. ეს არის ადამიანი, რომელიც ნუ მერიაში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო და რაც უნდა უცნაური იყო, ის იყო ჩვენი პირველი ჩელისტის მამა. თუმცა ძალიან ახლობელია. არა, თუმცა რა მინდა ვთქვა, რომ გიორგი კიკაბიძე, ჩვენი პირველი ჩელისტი, ხომ, მოვიდა მხოლოდ ამ წინადადების შემდეგ. ანუ კობამ თქვა, რომ კარგი ბატონმა კობამ თქვა, რომ კარგი იქნება თუ თქვენი გამოხვალთ და მე შემიძლია ჩემი შვილი შემოგთავაზოთ, თქვა და იმ წუთასვე დავფაცულდი, იმიტომ რომ მაშინ ჩვენ რაც მე ვიოლინოები არ გვყავდა. და იმ წუთასვე დავფაცულდით, რომ რაღაცა გვეკეთებინა და უცებ შეიკრა ეს მობილური შემადგენლობა, მობილური ხო, 6 კაციანი შემადგენლობა და უცებ გამოვედით. ანუ ყველაფერი აიწყო სულ რაღაცა 10 დღეში. და ჩვენ შევასრულეთ იმ პატარა მინი კონცერტივით ქონდა, ჩვენ შევასრულეთ მხოლოდ 4 სიმღერით. გიგი, რაც შეეხება ახლა თქვენს მუსიკას. აი პირადად მე შეიძლება არასოდეს არ გავხდე თქვენი მუსიკის ფანი, მაგრამ თქვენი როგორც პიროვნებების ფანი ნამდვილად თუ არ, იმიტომ რომ ქმნით სრულიად განსხვავებულს, რაც საქართველოში შეიძლება ბევრს არ დაუყროს, შეიძლება ბევრსაც არ მოусმენია, მაგრამ გააჩნია რას უკრავთ, ხო? სანამ ეთერში აქ შემოვიდოდით, სტუდიაში სანამ შემოვიდოდით, მე და შენ ვისაუბრეთ და შენ შემახსენე ის ჯგუფები, მე მგონი ლაშასაც უთხარი, ის ჯგუფები ჩამოთვალე, რომლის მუსიკაზეც თქვენ გაიზარდეთ და შეიძლება ითქვას, რომ რომელი ჯგუფების მუსიკაც გადმოიტანეთ გარკვეულწილად თქვენს შემოქმედებაში. ნუ ყოველ შემთხვევაში სტილი იგივეა შენარჩუნებული. არა, ნუ გავლენა იგრძნობა, ნუ რაღაც ფონს მიყვებით. ეს ჯგუფები
იყვნენ წლების წინ, ძალიან დიდი ხნის წინ, 20-30 წლის წინ. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენ აი ეს ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც ხართ 21 საუკუნის შვილები და წესით უნდა შეგნეთ ძალიან თანამედროვე მუსიკა. იხარშებით იმავე ქვაბში, რომელიც იხარშებოდა 30 წლის წინ და რომელიც არის გადახარშული უკვე. ხომ არ ფიქრობთ, რომ უბრალოდ 100 თუ ამ ხაზს გაყვებით, უბრალოდ ახალს ვერაფერს ვეღარ შექმნით? ჩვენ ამ ხაზით ბოლომდე გაყოლას ვაპირებთ და თან არ ვაპირებთ. ანუ ეხლა მე რის თქმა მინდა. ჩვენ საწყის ეტაპზე შევეცადეთ შეგვექმნა მუსიკა, რომელიც იმოქმედებდა ჩვენს და მსმენელის სულიერ განწყობილებაზე. ანუ იმ ემოციაზე, იმ მუხტზე, რომელიც იქნებოდა რაღაცის ბიძგი. ანუ იქნებოდა რაღაცა აი ხო ხტები. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გადავწყვიტეთ მაშინ, რომ მხოლოდ გვემუშავა იმაზე, რომ მუსიკა შექმნილიყო ლამაზი, მუსიკა შექმნილიყო ემოციური და მეტი არაფერი. ანუ ჩვენ არ გვიფიქრია იქ ახალი ხმების შეტანაზე. თუმცა ჩვენ ვიფიქრეთ და ვფიქრობთ დღესაც ესეთ რაღაცას 21 საუკუნე ეს არის აზროვნების, ფიქრის საუკუნე და არ შეიძლება ყველაფერი იყოს ასეთი წყნარი და მშვიდი, როგორც დღეს არის. ანუ ის მხიარულება, რომელიც დღეს არსებობს ჩვენს ირგვლივ, თუნდაც მუსიკალურ სფეროში, მე ვფიქრობ, ეს ერთი მხრივ გასაღიზიანებელია. ანუ ცოტა დეპრესიულიც კი. მე ვიყავი არც ისე ეხლა ხან, ცოტა ადრე ვიყავი ერთ-ერთ კონცერტზე, ერთ-ერთ ჩემი ნაცნობის კონცერტზე, უბრალოდ საღამო იყო, დასახმარებელი საღამო გაკეთდა. და მე ვნახე ეს ხალხი როგორ ერთობოდა და მე თვითონაც როგორ ვერთობოდი და მე ამან გამაგიჟა ძალიან გამაგიჟა, იმიტომ რომ ძალიან დიდი მხიარულება იყო და იმ დონის მხიარულება იყო, რომ ეს უკვე აბსურდს იყო გადაცილება, ანუ მხიარულება კარგია, მაგრამ სწორედ მოძველებული მხიარულობა. ანუ ის რაც სოფლიოსთვის ძველი იყო, ისინი აკეთებდნენ და ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ის აუცილებლად, რომ ყველა ახალი, ყველაფერი ახალი არის დიდი ხნის მოძველებული ძველი, ხო? ეგ დებულება, თუმცა რაღაცა შედავება შეიძლება წესები არ დავუწყო. თუმცა ხელოვნება არის სწორედ ის სფერო, რომელიც სწორედ აი ესეთ კანონებს არ ღვევს. რა თქმა უნდა. ძალიან მალე მე შეიძლება საიდუმლოს ვამჟღავნებ, მაგრამ მეგონი საიდუმლო აღარ არის, ჯგუფს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა, თქვენ შეიძლება დარწმუნებული ვარ, რასაც მოხდება, წახვიდეთ ევროპაში, იქ რაღაც კარიერა გააგრძელოთ. რამდენად ჭირდება ევროპას ის მუსიკა, რასაც ახლა აკეთებთ? და რამდენად გაქვთ ინფორმაცია აი იმის შესახებ, რაც ხდება დღეს თანამედროვე, თუნდაც ევროპულ მუსიკაში, თუნდაც ამერიკულ მუსიკაში. ცდილობთ თუ არა ამ ყველაფრის გამოყენებას, იმიტომ რომ ის რაც ჩვენთან ისმინება, ის რაც ჩვენთან თუნდაც აი ალბომების სახით შემოდის, აი თუნდაც ის მომღერლები, რომლებიც აქ პოპულარულები არიან, უცხოელებს გულისხმობ, ხომ? კიდევ არ ეს არის 1% შეიძლება ითქვას იმისა, რაც ევროპასა და ამერიკაში ხდება. იქ სრულიად წარმოუდგენელი ჟღერადობა არის უკვე შემოსული. აი აპირებთ თუ არა, რომ აი ეს ინფორმაცია იმდენად მიიღოთ, რომ შეძლოთ თქვენს შემოქმედებაში ამ ყველაფრის განხორციელება, ანუ გადაეწყოთ ევროპულ ლიანდაგებზე. სწორედ ეს ეხება იმ კონცერტს, რომელსაც ჩვენ გეგმავთ ოქტომბრის, ნოემბრის თვეში, სადაც მიიღებს ჩვენთან ერთად მიკა წერეთელიც იმედი მაქვს მონაწილეობას და სადაც ზუსტად იმ ახალ ხმებზე იქნება საუბარი. ანუ ჩვენ ვცდილობთ ის ძველი მუსიკა, ანუ ის ძველი მუხტი, ის ძველი გული, იმიტომ რომ მე ვფიქრობ თანამედროვე მუსიკაში ცოტა ის რომ გაგაჟრი აქვს, დაკარგულია. აი არ ვიცი თქვენ ამას იტყვით თუ არა, მაგრამ იმდენად წამოვიდა ეს ელექტრონიკა, მე ვიცი რომ აქ ძალიან ზიანი თქვათ ელექტრონული მუსიკის მოყვარულები, მაგრამ მე ვფიქრობ რომ მას რაღაცა აკლია. ისევე როგორც შეიძლება ძველს აკლია რაღაცა. ანუ ჩვენ თუ ის და ეს დაუკავშირებთ ერთმანეთს, მივიღებთ ძალიან საინტერესო სინთეზს, იმიტომ რომ ეს იქნება მაღალი კლასის მუსიკა და პლუს ეს იქნება მუსიკა, რომელიც აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე ადამიანს. ყველა პროგრესულ ადამიანს. შეგები. დიდი მადლობა. ნანა არჩაძე, ჟურნალი ელიტარული ქრონიკა. მე ია შევუერთდები იმაში, რომ მე მარსაც მომწონს მოდი ამასთან უბრალოდ პატივს გცემთ, იმიტომ რომ თქვენ აკეთებთ განსხვავებულ რამეს მუსიკას, ანუ რაც საქართველოში არ არის. იმისგან განსხვავებულს რაც ხდება. მაგრამ მაქვს რამდენიმე შენიშვნა, რომელიც მინდა აქვე გითხრათ. იცით რა არის? გონია რომ ძალიან ცდილობთ იორიგინალოთ. და ეს არის ჩემი აზრით ძალიან ხშირად და ძალიან აი თვალში საცემად მე ვიყავი ნოანოაში ორივე კონცერტში შაშანაც და ახლაც ვცდილობთ იორიგინალოთ და ძალიან ხელოვნური გამოდის ეს ყველაფერი. მე ვიტყვი ტექსტის შინაარსებით, სათაურებით.
მშენებლობას. მანერულობას. ეს ცალკე უნდა შევეხო. მე ტექსტს ვამბობ, ტექსტები რაღაც ძალიან რთული ქვეწყობილი წინადადებებით დაალაგებული სათაურითა და ძალიან თქვენი ასაკისთვის ჩემი აზრით ძალიან ესეთი შენ ამბობ თანამედროვე მუსიკაზე ის იმდენად მხიარულია რომ დეპრესიულობაში გადადის ხო მე ვფიქრობ რომ აი შენი ხასიათით აი იმას რასაც შენ ქმნი აი შენი ასაკისთვის ჩემი აზრით ცოტა მართლა დეპრესიულია მე არ ვფიქრობ რომ არ მგონია რომ ეს ასეთი ახალგაზრდა ადამიანი ფიქრობდეს ისეთ თემებზე როგორი სათაურებიც აქვს თქვა მის სიმღერებს ძალიან ღრმა და იმაში ცაში ასული და ასე შემდეგ და როგორიც არის ტექსტები. ხო არ ფიქრობ რომ ასეა. ეს მოდი აი ამ მხარეს მივუდგეთ. რაც შეეხება ტექსტების მხარეს ჩვენ ტექსტებში ერთი აუცილებელი მომენტი არის რაც ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პირველ რიგში რა აქ არის დიდი პატრიოტული სული განახული. და ამავე დროს ჩვენ ვიყენებთ კლასიკოსების, ისეთი კლასიკოსების ლექსებს ან ფრაზებს, როგორებიც არიან ბატონი ოთარჭილაძე, ტერენტი გრანელი. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სავარაუდოდ ადრე თუ გვიან გეგმავთ ჩვენი პატარა ბროშურა, პატარა წიგნის გამოცემა, სადაც ჩვენი ტექსტები იქნება ახსნილი. და თქვენი გაიგებთ, რომ არც ერთ რთულია, როგორც ის ერთი შეხედვით ჩანს. მე არ მithქვამს სირთულე, მე არ მიხსენებია. მე გითხარით, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი ორიგინალობისთვის, იმიტომ რომ თუნდაც ჩემი აზრით, რომ გამოირჩეოდეს ეს აი რატო მოითხოვს თქვა ჩემის აი ძალიან მაინტერესებს. რატო რა საჭიროა ერთი 14 სიტყვიანი დაახლოებით ახლა ზუსტად მართლაც არ მახსოვს იმდენად დიდი სათაური ქონდა იმ სიმღერას გონი ახალი კომპოზიცია დამზადებული საწავი აი ამიხსენი ძალიან გთხოვ აი ეს არის ხელოვნურად აშკარად ხელოვნურად გაორიგინალებული სათაური თუნდაც მოდი რა სათაურს და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ჩვენი ტექსტები ჩვენი თქვათ იგივე სათაურები საკმაოდ მარტივია ანუ ვიტყვი სიტყვას აი ამ წინადადებას ვიტყვი საბედისწერო ჟამთა სიავისლებში დამზადებული საწვავი. პროექტი რომელსაც ჩვენ ვაპირებთ ნოემბერში სავარაუდოდ ამას ესე ერქვა თაობა სახელად საწვავი და მე აგიხსნით რატომ. რას ნიშნავს საწვავი? ეხლა ამ შემთხვევაში გადავიდეთ იმ წლებში როცა ჯერ კიდევ იყო აფხაზეთის ომი და მე ამაში კი მე ვიყავი საკუთარ უკაცრავად მაგრამ დაგერქვათ უბრალოდ საწვავში. გეტყვით რა შეასაქმე? კომპოზიციის. გეტყვით ესე იგი ვიყავით იმ წლებში, გადავიდეთ აფხაზეთის წლებში, როცა შეიქმნა სიმღერა საბრძოლო, არ ვიცი ეს თქვენ იცით თუ არა, მე ვასრულებდი დედაჩემთან ერთად ამ სიმღერას და ამ სიმღერამ მოლოდინად იყო ზარე. და ესე თქვეს რომ ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური იყო და იმან თქვა ესეთი რაღაცა რომ იცით რა ქალბატონო ინგავ, როცა ჩვენ ეს სიმღერა მოვისმინეთო, რამოდენიმე კილომეტრი წინ წავიციეთო. ანუ ჩვენ იმ პერიოდში შევასრულეთ ერთგვარი საწვავის როლი. საწვავის როლი. ანუ ამ სიმღერამ შეასრულა საწვავის როლი. რაც შეეხება საბედისწერო წლებს, საბედისწერო ჟამთა სიავისლებში დამზადებულ საწვავს, მე ვფიქრობ რომ ვეტყვი უბრალოდ ერთ რაღაცას გეტყვი, გიგი, რომ მე როცა უსმენ მუსიკას, ხო, რა ტექსტიც მომდის, მე არ მინდა რომ მე შევხვდე იმის მომღერალს და ამიხსნას დაწვრილებით თუ რა არის ნაგულისხმები. მე მინდა უბრალოდ თუ კი შესაძლებლობა იქნება გავიგო. ამაში შეიძლება ხსნი და ამიტომ შეიძლება არ მინდა არ უნდა ახსნა ხო მართალია ამიტომ გავჩენდები და მარტივი არისო და შენ მთელი ისტორია მოყევი და არა მე ამას ტექსტებში გადმოვიცემ ეს ტექსტებში ჩანს ცოტა იცით რა არის ამას კონცერტებზე მთლად ვერ აღიქვავთ ანუ ჩვენ ალბომს რამოდენიმეჯერ უნდა მოусმინოთ და იქიდან თვითონ ტექსტუალური მხარე უნდა ამოიკითხოთ იმიტომ ჩვენ გვაქვს სისტემა რის მიხედვითაც მეორე ალბომში პირველი ალბომიდან პერსონაჟები გადავყავს. ანუ ეს ნუ არა, ისეთი მომენტია, ხო, სხვათა შორის ხმაური და მძვინვარება, ფოლკნერზეა რა ლაპარაკი. ზუსტად ჩემი ერთ-ერთი ყველაზე იდეალური რომანი არის ეს ხმაური და მძვინვარება, სადაც გავსი რაღაცები ხდება. ანუ ჩვენ გვინდა რომ პოეზიაც კი შიგნით, ან ლიტერატურაც კი შიგნით. იყოს დატვირთული და არა ორიგინალობით მხრივ არა. მე ვფიქრობ რომ ეს არის ჯგუფი, რომელშიც ყველაფერი სათითაოდ უნდა იყოს საკმაოდ რთულად გასაგები მე ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩასაფიქრებელი. ის რაც დააფიქრებს ადამიანს, იმიტომ მე არ მინდა რომ ყველაფერი იყოს გაშლილი. მაგრამ თვლი რომ მაინც ხელოვნურად არის. ანუ მაინც სიმარტივისკენ მიისწავლის. ხელოვნურად შექმნილი
მადლობთ ლაშა. რა თქმა უნდა, და ჩვენ ბევრი ვფიქრობთ, მსმენელებით დამოთანხმებიან ალბათ ჩემი კომპოზიციების. კიდევ ორი ესეთი ის რაც დასაწყისში იყო, ნათვა მე ვფიქრობ, რომ შენ 4 წლის ასაკში უბრალოდ არ გექნება 4 წლის ბავშვი მართლაც ვერ აზროვნებს იმ დონეზე, რომ ესე მიხვდეს პატრიოტულ რაღაც მოტივებს და ასე შემდეგ. 11-12 წლის. არა, 4 წლიდან დაიწყებს გავსი სიმღერების სიმღერა და ლალი დარწმუნებული ვარ იმასაკიდან იკითხა და არა თქვა 11 და 14 წლის ასაკში. და კიდევ ერთი, მე ვფიქრობ, რომ სტანისლავსკის სისტემით, ხო, შენ იქნებოდი ცუდი მსახიობი. და ალბათ ეს არ ვიცი ეს ამას როგორ ამბობენ თქვა თეატრალში რას ამბობენ ამის შესახებ ლექტორები და ასე შემდეგ, მაგრამ შენ ძალიან ზედმეტად ესეც ჩემი აზრია და მგონი ძალიან ბევრი დამეთანხმება ამაში, რომ შენ ძალიან ზედმეტად და ისევ ხელოვნურად ნათამაშებია ის ნუანოაში ახლა ორივე კონცერტზე იმდენად დახტოდი და იმდენად ეს არა აი იცი როგორ იყო შენი მუსიკიდან აბსოლუტურად განყენებული იყო შენი ხტომიალი რაღაც აი გაურკვეველი აბსოლუტურად ჩემთვის არა ჩემთვის გაურკვეველი ისინი იყო ანუ შენ შედიხარ როლში და თან არ შედიხარ ალბათ ხვდები რასაც გეკითხები იმიტომ რომ შენ ხარ სწავლობ ხო თეატრალურში თუ დაამთავრე ხო შენ ალბათ უფრო უკეთესად უნდა იცოდე ეს სისტემა და ვფიქრობ აი შედიხარ როლში რაღაცა ისე აი ეხლაც როლს თამაშობ მე ვფიქრობ შენი ტონით და საუბარით არა მარტო უბრალოდ ეს ჩემი არა საუბრის არა მე რას ვამბობ იცი საუბრის მანერა ესეთი ამაღლებული ეს ვფიქრობ რომ სცენაზე ასეთი რამ აი იმ მუსიკას რასაც შენ აკეთებ რაღაც ეს გეუბნები განყენებულია ჩემი აზრი ასეთი მე შეიძლება ვთქვა ამაზე რაც თუ შეიძლება შეიძლება კი რა აუცილებელია რაშია საქმე ჩემი ხტომა ლიზა თუ დავწერ შეიძლება მართლა რაღაც მომენტებში ეს ყველაფერი უაზრო არის და მომენტებში გამაღიზიანებელიც კი და ამას იგივე ჩვენი რეჟისორები იქნებიან თუ რაღაც ყოველდღიურია გიგი ზედმეტებში გადადის ეს ყველაფერი არ გინდა არ არის საჭირო ამდენი ხო არა მაგრამ არის ერთი რაღაცა. სხვანაირად არ შემიძლია ვერაუღო. ჩვენ თუ არ დაუკრავთ, ალბათ ჩვენს დავიწყებთ. ჩვენ ჩაერევია საფეში. ხო რაღაც უნდა ვიოლინოები გვიშლის ხელს უბრალოდ, თორე ჩვენს დავიწყებთ ალბათ. ლარი ერთი წუთი ნანასაც შეიძლება რაღაცის თქვა. გავუგზავნო ნანას აზრი თემ უკეთოთ ნათიას რაღაცის დამატება უნდა. დიახ, მინდოდა მე თქვა რომ ეს მარტო კონცერტზე არ ხდება, გიგი რასაც აკეთებს, ეს ხდება რეპეტიციებზე უნდა ნახოთ ნაოდი. ასე რომ შინაგანად რასაც გროს მართლა იმას აკეთებს და არ თამაშობს, თამაში დარწმუნებული ვარ. დაიცვა. მოგესალმებით, მოგრგველია რადიო ფორტუნა ჟურნალი ანაბეჭდი, აი რასაც ნანა ამბობდა, თქვენ კონცერტზე რომ მოვედი მილანოში. აი ორი აკორდი თუ სამი აკორდი იყო აღებული და მართლა ის მე ვთქვი რა არტისტულია მეთქი, აი მეთქი რა, ჩემ კოლეგებთან აღნიშნე და ეგო ცხოვრებაში ეგეთია. რაღაცა არტისტულია, აი მე მგონი მაგით მაგინოდა რომ აი რაღაცა ალბათ ეხლა მსახიობია ადამიანი და შეიძლება ეგეთიც უნდა იყოს, არ ვიცი. ნანახი გაქვს ჩემი როლები? იმ როლს გულისხმობ. იქ მოდი ესეთ რაღაცა ხო არა იქ სინათლის წელიწადია სტანისლავსკიც და ყველაფერი, იმიტომ რომ რასაც გვინდა იმას ვაკეთებ და ეს ჩვენია. მე ერთი ცუდი თვისება მქონდა ყოველთვის რომ რეჟისორებს რატომაც არ უჯერებდი ხოლმე და რაღაც მომენტში ან დეკორაციას გადავაყენებდი, ან რაღაც ეს ძალიან ცუდია. ძალიან დახევდი. ხო. ნარა მიკროფონში თუ შეიძლება შეხვა ხო გავაგზავნე ის და გამოდის აქ საუბარი ჩვენში. მოკლედ იმის გამომდინარე რომ არტისტული პიროვნება ფაქტია რომ ხარ, ну ეს სუდი ალბათ არ არის. ხარ და ხარ იყავი. უბრალოდ შემოქმედებასთან შეიძლება მეც იგივე თქვა რაც აღნიშნეს უკვე რომ თუნდაც ის რომ აი ტექსტები ძალიან რთულია, იგივე რობერტ ფრიპსა აქვს ძალიან რთული ტექსტები და ბუდისტურ სუტრებს კითხულობდა თითქმის და ანუ ეს ნაცადი ხერხებია რა ეს ძველი მუსიკის რასაც არტ როკი ქვია. და შეიძლება მეც იგივე შთაბეჭდილებას მიტოვებდეს რომ ცოტა აი კალკია რაღაცის იგივე იმ არტ როკის და ის სულაც რასაც თქვენ ახლა აკეთებთ რომ აი იმის უკმარისობა არ იგრძნობოდეს რომ ეს ძველი მუსიკაა და მოდი ელექტრონიკა შემოვიყვანოთ თითქოს ესეც ხელოვნური ნაბიჯია რომ აი შევასოთ რაღაცით და აღარც ძველმოდური არ იქნება და აი თანამედროვეც იქნება აი ეს შთაბეჭდილება მეც მრჩება მე ვფიქრობ რომ შესავსებად იმდენად არ არის რამდენადაც მოითხოვა მუსიკა იმიტომ რომ ცოტა სტატიური გახდა ყველაფერი ანუ
ესეთი გახდა ყველაფერი. აუცილებელი ამის ათამაშება. მე ვფიქრობ ამის ათამაშებას ჩვენ მოვახერხებთ სწორედ ელექტრონული ხმებით, იმიტომ რომ ეს არ არის გათვლილი, იმას მე არასოდეს არ მე რომ ვინმეზე ან რამეზე რაღაცა მქონოდა გათვლილი, მე ამ სისტემით არ წავიდოდი, როგორც ახლა მივიდივარ, იმიტომ ეს არის დინების აბსოლუტურად საწინააღმდეგო ცვლა, მაგრამ ესეც არ არის გათვლილი. მე უბრალოდ შინაგანად მქონდა ეს მომენტი, რომ მე ესე მინდოდა გამეკეთებინა. მე რა რომ ეს რთული წასაყვანი იქნებოდა, მე რა რომ ამას ვიღაცა ხელოვნურად ჩათვლი და მე მინდოდა ეს გამეკეთებინა. და მე ვფიქრობ რომ ამ მუსიკას ჭირდება რომ ცოტა სტატიურობა მოშორდეს და ცოტა ხმები გახდეს უფრო წავიდეს ბგერების თამაში აქ. რაც აუცილებელია. ამას მე ვფიქრობ მხოლოდ ელექტრონული ხმებით მივახცეთ. თუმცა რა თქმა უნდა იქ როცა დაემატება ტრუბებიც ასე შემდეგ მე ვფიქრობ ის გაცილებით უფრო კაპელა ძალიან ბევრ რაღაცას იზამს, აქ არის ძალიან ბევრი საკაპელო ადგილი და ჩვენ გვიწევს ატომად სინთეზატორზე ამის გამოყენება. მე რეკვიემის ძალიან დიდი ისა ვარ. მოცარტის რეკვიემის და ეხლა ვერ ვიტყვი მსგავსი რაღაც მინდა გავაკეთო, მე ვერ შევმედა, მაგრამ რაღაცას ვცდილობ რომ უკა შევმედე. ვცდილობ რაღაცნაირად რომ ჭირდება ამ მუსიკას კაპელაც. ანუ ყველაფერი არ ჭირდება, მე კი არ ვაკეთებ იმას, ყველაფერი ჩავყაროთ, მოდით ბავშვებო და რაც გამოვა. დავაი დავუკრა. არა. ბორში. ხო, ბორში და რაღაც აჯაფსთან არის გაკეთება, მე არ მინდა. პირიქით ეს მინდა რომ იყოს ძალიან დაალაგებული და ამაზე ჩვენ ვიმუშავებთ 6 თვე მაინც. რაღაცა გამოვიდა. როგორც სახიობს თუ გაქვს მიღწევები? მე გეტყვით რომ დღესდღეობით გაჩერებული ვარ, არ დავიწყებ მოტყუებას, მე არც ერთი არა ვარ და ეს გამოწვეულია ალბათ მხოლოდ ჩემი ჯგუფით. და მე მახსოვს ბატონი გოგი შემხვდა ქავთარაძე და მითხრა რომ გიგი რატო მე უბრალოდ უთხარი რომ ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხელოვნებაა თეატრი. კინოზე დიდი ხელოვნებაა თეატრი და ძალიან გული მწყდება რომ ეს მივატოვე, მაგრამ ჯგუფს დაჭირდა სხვათა შორის მე მინდა დავით ყეინაშვილი აღნიშნო, ადამიანი რომელსაც აქვს ძალიან დიდი დამსახურება ამ ჯგუფში, უდიდესი დამსახურება აქვს ამ ჯგუფში და ეს არის კაცი რომელმაც ფაქტიურად ძალიან თავისი განათლება, თავისი ცოდნა, თავისი მიღწევები სხვა საქმეში ის პიანისტია თან ამავე დროს ძალიან საინტერესო. გადადო გვერდზე და მთლიანად მთელი თავისი ცხოვრება ჩაერთო ამ საქმეში. ანუ მას თავის ცხოვრება ამის ვერ წარმოუდგენია. თემისგან შორს რომ არ წავიდეთ, უბრალოდ ცოტა დროა და უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ. კონკრეტულად კითხვა თუ გაქვს თემა, თუ არა და რეკლამის დროა ჩვენს ეთერში. არ აქვს თემას კითხვა, ამიტომ რეკლამის ნახვის შემდეგ დავბრუნდეთ. გრძელდება talk-show პრესპრესი, ჩვენ დღევანდელი სტუმარია ჯგუფის სინათლის წელიწადი, 3 წარმომადგენელი ჯგუფის და განვახსოვთ საუბარი ლიზა. ლიზა, ეს ტრადიცია გახდა, რომ შეშ სიტყვის წინ ყოველთვის რეკლამა ახალდა. ხო, ლიზა ინტერნეტ რადიო სანეტი. იცით ცოტა მეწოდება დღევანდელი გადაცემის მაყურებელი, იმიტომ რომ არ არის ცნობილი ჯგუფი. ანუ ბევრი ფართო მასებისთვის სრულიად უცნობია სინათლის წელიწადი. არ გიცნობენ, ანუ თუ არ უყურებენ, რა თქმა უნდა, მაესტროს პაპარაცის და რაღაც ინფორმატორს და ასე შემდეგ. გარდა ამისა, საკმაოდ ისეთი გაუგებარი საუბარია, ან როდესაც არიცი ხო ჯგუფის შემოქმედება ძალიან ძნელია, აღიქვა რაზეა საერთოდ საუბარი, ტექსტებზე თუ რაღაც თუ არა გაქვს მოსმენილი სიმღერა, ხო? ეს მე მაყურებელზე ვამბობ, მე მაქვს თქვენი ალბომი მოსმენილი და მაგრამ მაყურებელს ალბათ ცოტა უჭირს ახლა იმის საქმე, როდესაც არის პოპულარული შემსრულებელი და საუბრობს მის სიმღერებზე, ყველაფერი გასაგებია. აქ ცოტა არ იყოს ვაკუუმშია, ხო? ინფორმაციულ ვაკუუმშია ამ ხრივ ჩვენი მაყურებელი. მე მინდა ჩემი შეხედულება თქვენი მუსიკის შესახებ გამოვხატო. ასევე აღვნიშნავ, როგორც ყველა ჩემმა კოლეგამ, რომ აშკარად ნიჭიერები ხართ, ცოცხლად ასრულებთ, კლასიკურ ინსტრუმენტებს იყენებთ, განსხვავებული მუსიკა გაქვთ, ანუ რაღაც ექსპერიმენტალურ მუსიკას უკრავთ, მაგრამ ამავე დროს ჩემი სუბიექტური აზრით ეს არის ქაოსური მუსიკა, ჩემთვის გაუგებარი, ემოციური, მაგრამ ნუ აშკარად დეპრესიული და პირადად ჩემთვის არანაირი დადებითი მუხტი მას არ მოუტანია. კიდევ რა შევაჩნია, რომ აი ამდენი ადამიანია, ხო, ყველა განსხვავებული გემოვნების ადამიანები ვზივართ და ყველა მაგნიშნა, რომ ხართ ნიჭიერები, მაგრამ თქვენი ფანები არ ვართ, ან შეიძლება არ მოგწონდეს თქვენი მუსიკა. უკაცრავად და ვისთვის მუშაობთ? ლაშას მოწონს. ვისთვის მუშაობთ? ანუ თქვენთვის
თქვენ უკაცრავად ჭიას ახარებთ თუ მაინც გსურთ რომ რაღაც მოწონება დაიმსახ. თუ მხოლოდ ავსტრიის ავიახაზების ფლობელისთვის, რომელიც თქვენ გასპონსორებთ. შეიძლება მას მოსწონს თქვენი მუსიკა და ამიტომ ჩვენ შემოგეშველეთ. პირველი რითაც დავიწყებ, ეს არის პოპულარული ჯგუფი თუ არა. მე ვფიქრობ, რომ ეს იმ სისტემის ჯგუფია, რომელიც აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ პერიოდულად მიაწოდოს მსმენელს და წარამარა თვალში ვარ ეჭხირებოდეს. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა სტუდია მაესტროს, რომელიც ძალიან ბევრს გვეხმარებოდა და გვეხმარება დღესაც, იმიტომ რომ სტუდია მაესტრომ ფაქტურად ეს ჩვენი კონცერტი ჯერ თავიდან კონცერტი გაუშვა ორჯერ და შემდეგ დაჭერა ნაწილება ტრიალებდა სადღაც ერთი თვის განმავლობაში არა თუ ვახსენებ და დღეში სამჯერ იყო ეს ყველაფერი. ანუ ვინც იყო მაესტროს მსმენელი და ესეთი ვიცი ძალიან ბევრია, ხო? იმად გარკვეულწილად მაინც წარმოდგენა შეექმნა ამ ჯგუფზე. ანუ მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ეს ჯგუფი არის მთელი საქართველოს მასშტაბით პოპულარული ან რაღაცა, ხო, მაგრამ თუ გარკვეულწილად იციან. თუმცა ალბათ ასეთ მუსიკას ბევრი ხალხი ვერ მოусმენს, ალბათ არა. უნდა არსებობდეს ხო, მასობრივი ეს არ არის. ხალხი, ვინც უსმენს დავშოთ ასეთ მუსიკას. მე ძალიან მწყდება ამაზე გული, იმიტომ რომ მე არ მიყვარს, თორსა ადამიანი ამბობს იმას, რომ რაღაც თქვათ მე ამ მუსიკას ვაკეთებ 50 კაცისთვის და რაღაცა. ჩემი ის არის, რომ ეს მასამ გაიცნოს. ცოტა მიჭირს ახლა მე ეს ამბავი, მაგრამ ცდილობ და შევეცდები კიდევ. იცი რა, 2 წელია ჯგუფი არსებობს და ჯერჯერობით მასას არ გაუცნია და არც არანაირი სურვილი აქვს რომ გაიცნოს, ხო? 1 წელია უკაცრავად და ამიტომ მე მაინტერესებს თქვენთვის ქმნით და გაქვთ ესეთი იმიჯი, რომ აი ჩვენ ესთეტები ვართ, ჩვენ ინტელექტუალები ვართ, ჩვენ ფოლკნერს ვკითხულობთ, ესეთ მუსიკას უსმენთ და ძალიან მაგარი ბიჭები და გოგოები ვართ. ეს გასაგებია, მაგრამ ვისთვის? რამდენი მე შემამჩნია რომ ნოაში იჯდნენ თქვენი მეგობრები, ტარს გიკრავდნენ, ესე მეგონი იგივე ხმებია, რაც ალბომში გაქვთ ჩაწერილი. თითქოს გინდათ მიიტანოთ ხო მსმენელამდე, რომ აი ნახეთ დამთავრდა კომპოზიცია და აქ ტაში უნდა დაუკვირას. აი ეს ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ისმის ტაშის ყურებს, თითქოს ეს ლაივ კონცერტია ხო შეჩაწერილი აქ. მე შევამჩნიე დაახლოებით კი მე ვიტყვი რომ გარკვეული წრე არსებობს, რომელიც ხშირად დადის ჩვენ კონცერტზე. ანუ ჩვენ 7 სოლო კონცერტი გვაქვს გამართული ამ 1 წლის მანძილზე და როცა პირველად მოვიდნენ ისინი, ხო? მეორჯერაც გამოთქვა სურვილი, მესამეჯერაც, მაგრამ ნელა ხალხი ემატება და ემატება ამას, იმიტომ რომ არის ლიზა არ იყავი წინა კონცერტებზე, იყავი დღეს, ხო? ხვალ კიდევ ვიღაცა დაემატება, ზე კიდევ ვიღაცა და ესე ერთ-ერთ თითო კაცად, ხო? თითო-თითოს ნუ ეხლა უბრალოდ ვამბობ, თორემ ნუ ემატება ეს ყველაფერი, ნუ მოემატება ამას, იმიტომ რომ კი იქ ხალხი იყო, ვინც ჩვენ სიმღერებს ღეროდა, მაგრამ ისინი ჩვენი ნათესავები არ ყოფილან. ისინი იყვნენ უბრალოდ ის ხალხი, ვინც არც მეგობრები. მეგობრები იყვნენ, აშკარად გიცნობდნენ ყველანი და ყველანი არა. ნუ ეხლა გარკვეულწილად იყვნენ ეხლა იქ მეგობრები. და მეორე ნახევარი ჟურნალისტები იყვნენ, რომლის პროფესიონალი მოვალეობა იქ მივიდეს და მოგისმინოს, ხო? არა, იცით, მაინც ვფიქრობ ეხლა ვიღა დარჩა მაშინ თქვენი ახალი მსმენელი. 200 კაცი, 200 მეგობარი, რა შემჭირდება ჩვენ ეს ყველაფერი? მე დავამატე. ანუ თქვენ არ გჭირდებათ მსმენელი. პირიქით, ჩვენ მსმენელი გჭირდება, მაგრამ რა შემჭირდება ის, რომ ჩვენ ვეძახოთ ვიღაცა სპეციალურად იმის რომ გავავსოთ ფესტივალში მეგობრები არისო. აი ეს მინდა და მე თქვენ ჩვენი ნათესავ, ნუ დედა მამა, ხო? მეტი არის. აბსოლუტურად მივიღეთ მონაწილეობა არტ გენი ერქვა ამ ფესტივალს და საპატიო სტუმრის სტატუსით ვიყავით მიწვეული, ზუმბამ მიგვიწვია იქ. და არც ერთი ჩვენი მეგობარი არ ყოფილა, მართლა იყო მარტო ჩვენი მშობლები. თვითონ ფესტივალზე დადიოდა, სინათლის წელიწადზე კი არ მოვიდა, მოვიდა ფესტივალზე. გეთანხმებით, მაგრამ ის იყო მართლა გასაკვირი, რომ ხალხმა ისი აიტაცა, ბუზის გაფრენა ისმოდა 500 კაცი იყო მოედანზე, 500 კაცი და ბუზის გაფრენა ისმოდა ჩვენ რო დაკვრა დავიწყეთ და რო დავამთავრეთ ისეთი აი როგორ თქვა არ ვიცი აი ჩვენ ისეთი შეგრძნება გქონდა ჩვენ და არ გვიშვებდნენ სცენიდან. არა, ნამდვილად დასაფასებელია თქვენი ყველა ნაშრომი, მართლაც და ორიგინალურია, მაგრამ აი მე როგორც მივხვდი, აი აქ 7 ჟურნალისტიდან ერთი არის მხოლოდ ნამდვილად თქვენი ლალი და მე და მეც ვარ. ანუ
მე ერთ რაღაცას განმარტავ, თუ შეიძლება დავამატებ და შემდეგ გადავწე მიკროფონს. მე მაქვს ესეთი მედიატორი, ეს არის ფორუმი, ინტერნეტში გვაქვს ფორუმი, სადაც განიხილება ნებისმიერი თემა შოუ-ბიზნესზე და ძალიან ხშირად თემები იხსნება კონკრეტულ პიროვნებებზე. არა მხოლოდ ლექსენზე და ლელა წურწუმიაზე, არამედ მაგალითად ჯგუფ პაპარაციზე. ჯგუფ პაპარაციზე იმდენი მესიჯებია მოსული, რომ უკვე 6 გვერდია მარტო აი ამ თემაზე. მე როდესაც ჩვენ დავწერეთ, გამოვაქვეყნეთ რადიო სანეთის ვებგვერდზე რეცენზია თქვენს კონცერტზე, ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ იქ ვიღაცა გამოხატავდა აზრს თქვენი შემოქმედების შესახებ. მე მომზადებული მოვიდოდი პრესპრესში. ანუ კიდევ ვიღაცის აზრი. მოვიდა ზუსტად 4 მესიჯი. და ერთ-ერთს წავეკითხავ, ანუ 2 იყო, ვინ არის ეს სინათლის ძალეწადი, რას წარმოადგენს ჯგუფი და ერთადერთი მესიჯი იყო ასეთი შინაარსის. 60-იან, 70-იან წლებში ეს ანდერგრაუნდი მართლაც ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ ეხლა რა? რა სიტყვით ამას? მე შემიძლია ერთი რაღაცა ვთქვა. პირველ რიგში მე ძალიან მიხარია, რომ მოდის ჩვენი თაობა, მოდის პაპარაცი იგივე, მოდის GT ფათუმი იგივე. ხო ეს ის ხალხი, რომელიც შემდეგ ჩვენ გვერდში უნდა დაგვიდგეს და მე ძალიან მიხარია. მართლა არ მგონია რომ თქვენს გვერდით დადგეს, ის მეგონი სულ სხვა. არა, ისინი დადგებიან ჩვენს გვერდში. მე იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში ისინი უარს არ გვეტყვიან ჩვენ ამაზე, იმიტომ რომ ნოემბერში დიდი რაღაცა ვდგები მომართლა. მართლა ძალიან ზუსტად მასებზე მუშაობენ, თქვენს ცოტა სხვა მიმართო. მე რა თქმა უნდა, მე მაგას არ ვაკრიტიკებ. ზუსტად ლიზა, შენ თვითონ გაიცი ახლა პასუხი ამას, იმიტომ რომ ცოტა პაპარაცი სხვა მიმართულების ჯგუფია. ეს იმას კი არ შეიძლება ვიცუდე, ძალიან კარგი ჯგუფია. ჩვენც კარგები ხართ, ალბათ, თქვენს, მაგრამ რამდენად საჭიროა? აი ვის სჭირდება ეს მუსიკა დღეს? თორე მე არ ვამბობ, მე არანაირად არ მინდა ახლა მუსიკაცობის როლში გამოვიდე, რომ აი თქვენ ცუდ მუსიკა, ცუდი შესრულება და არავითარ შემთხვევაში არ ჩემთან სამის უფლებას არ მისცემდი, ჯერთი მე მომეწონა თქვენი შესრულება, მაგრამ საუბარი არის რამდენად საჭიროა ახლა აი ეს მოწოდება ისეთი ფორმით, როგორცაც ეს მუსიკა, რომელსაც შენ წერ გიგი, ეს ტექსტები, რომელსაც შენ წერ ხონი. მე წინაზე აღვნიშნე საჭიროა. ვის სჭირდება? რამდენ ადამიანს? 40 ადამიანს სჭირდება? იმიტომ რომ მაშინ არტ ექსპო რო იყო ფესტივალი, ხო, გუდიაშვილზე გამო. ბავშვები მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, ვაიმე, ეხლა გავიგეთო რა არის მუსიკა. აი მოგვეწონაო, ნამდვილად და მადლობა მოგვიხადეს. შეიძლება ერთი აღვნიშნო კიდე, მიწის ქოჩა გადასასვლელში თუ ჩახვალთ, იქ უკრავს ერთი პლეიტისტი, ოპერის მიწის ქოჩა გადასასვლელში. არ ვიცი, მე და რომ ჩავედი იქ, გამაჩერე რეზო. ყველას აჩერებს. შეიძლება, მაგრამ შეიძლება არ ვაკეთებ. იცით, არის ხოლმე პერიოდები, როცა მართლა ძალიან გულით ვეკიდები ამ საქმეს, მაგრამ არის პერიოდები, როცა ხანდახან მოდის მსგავსი მესიჯები და ეს ძალიან მტკენს მე გულს და არის ხოლმე რომ უბრალოდ ბოროტდები. აი რას ბოროტდები ვერ გავიგე. ამას არა ვარ ბოროტი ადამიანი. რა მესიჯზე ამბობ? აი თქვა ვინ არის სინათლის წელი? ხანდახან არის ხო, აი ესეთი მსგავსი რაღაცები. არა, უფრო გამოხმაურება რომ იმდენი არ არის ხოლმე ხანდახან. არ იქნება, იმიტომ რომ მე საერთოდ მინდა გითხოთ, ყავთ ადამიანი, მაკა ხო ეს რაღაც გავაგრძელეთ, მაკა რადიო ევრიკის მუსიკალური წამყვანი. ყავთ ადამიანი, ვინც საერთოდ მუშაობს იმაზე, რომ თქვენ ჯგუფს რაიმე სახე მისცეს და თქო ჩასვას რაღაც ჟანრში. ჟანრი არის კარგი, მსმენელი ყავს, მაგრამ თქვენ ადამიანებო ამ მუსიკას ვის აწვდით? ჩვენ ამ მუსიკას ვაწვდით იმ წეგან თქვი რომ ყველას, მე რა თქვი რომ არა, აი მას ადამიანს ვიღაცას. არა, მე ეს არ მითქვა. გითქვი? თქვი რომ მე მინდა ფართო მასებისთვის, ხო თქვი? მე მინდა ფართო მასებისთვის, მაგრამ დღესდღეობით ეს არ ხდება. ფართო მასა არ უსმენს იმ მუსიკას. კი, დღესდღეობით ეს არ ხდება, მაგრამ მოვახერხებ ამას. მოვაცინე. ინტრინსალმა მართლა ვერ მოახერხა მაგდენი, რომ ყველას ეს მინდა მისი მუსიკა და მე კიდე თქვენი ალბომი საერთოდ იყიდება სადმე? კი, ჩვენი ალბომი იყიდება Blues Box-ში იყიდება. ხოლო და მხოლოდ. და რუსთაველის რამდენი Blues Box-ში რამდენი ადამიანი რა? Blues Box-ში რამდენი ადამიანი მივა და იყიდეს შენ ალბომს? სავარაუდოდ როგორც ვიცი, გაყიდულია 40 ალბომი. ნუ ვერ ვიცი, ეს ბევრია, ხო? ეს დიდი ტრაგედია არ არის, რომ საქართველოში თბილისში მარტო 40 ალბომი გაყიდეთ. ეს ძალიან დიდი მიღწევა არის თქვენი მიმდინარეობის ჯგუფისთვის. არა, სულად გულწრფელად ვამბობ და ის რომ თქვა პაპარაცის აქვს 6 გვერდიანი მესიჯები და თქვენ მხოლოდ 4 გაქვთ, არც ეს არ არის დიდი ტრაგედია, ესეც ჩვენი მსმენელის გემოვნებაზე და გაქანებაზე და
ია, მივხვდი. ყველაფერზე მე კითხვის დასმის საშუალება მაგას აღარ აქვს. ისა, არც ისე არის საქმე, როგორც თქვა აი ლიზამ დახასიათა, იმიტომ რომ არსებობს თბილისში მეორე ფორუმი, ეს არის ფორუმ G, სადაც წელიწადზე იყო სადღაც 7-8 გვერდი არის, მეტი არის კიდე. აი ეს იცოდეთ და ამის თქვა მინდა. ანუ სხვადასხვა გასამისთვის განმავლობაში, აი ნოანუაში რო იყო თქვენი კონცერტი. ნოანუაში რო იყო თქვენი კონცერტი, აი იმ დღეს გაიხსნა და სადღაც 2 დღეში უკვე 5 გვერდი იყო, 6 გვერდი იყო და მე და არ უნდა. ზუსტად ჩემთან მოდერატორი ვარ, უნდა ვილაპარაკო. და ძალიან ბევრი მესიჯი მოვიდა. უკაცრავად ძალიან ბევრი მესიჯი მოვიდა იმაზე, რომ სადიშოვება სინათლის წელიწადის დისკი გთხოვთ გვაშოვნილე. ეგრეთ არ იყო. სადი. იყო იგი არ წაკითხე. არა, ის ორი ის კი ის ვიცი, ორი გვერდი ნახე. კიდევ გაიშალა. შეიძლება თუ არა ამაზე საუბარი, რა ტირაჟით არის გამოცემული თქვენი ალბომი? ტირაჟი სამწუხაროდ არც ისე ბევრი არის, იმიტომ რომ საცდელი კი არა, ეს უფრო საპროდიუსერო ტირაჟი იყო, იმიტომ რომ ჩვენ ევა ბერგერმა, ჩვენმა გენერალურმა სპონსორმა, ავსტრიის ავიახაზებმა ეს დაარიგა ავსტრიაში წაიღო, გერმანიაში წაიღო. ანუ ნაწილი გადანაწილდა სხვადასხვა ქვეყნებზე. და ძალიან კარგი მესიჯები მოვიდა იქიდან, იმიტომ რომ ისინი კმაყოფილები დარჩნენ ამ მუსიკით და მათ თქვეს რომ საჭიროა ესეთი მუსიკა. კარგი, დასახელდა აქ ავსტრიის ავიახაზები, ავიაკომპანია. მე მაინტერესებს ამ ადამიანებს მართლაც გულწრფელად მოსწონთ ჩვენი მუსიკა თუ აქ სხვა რაღაც ხიდია გადებული თქვენსა და მათ შორის, მე არ ვიცი. არავითარი ხიდი. შემთხვევით მოხდა ისე რომ ქალბატონი ევა ბერგერი მოხდა ჩვენს კონცერტზე და ამან მასე მოახდინა ძალიან კარგი შტაბ-ბიჭება. შემდეგ დაგვიბარა და თქვა რომ თქვენ უნდა ჩაწეროთ ალბომი. ანუ ალბომი რა, თუნდაც ხო, ალბომი ჩაწეროთ, მაგრამ ჩვენ იმ პერიოდში ჰქონდა ლაივი დაკრული ნუანუაში, ეს იყო ჩვენი პირველი კონცერტი. და სწორედ ის ლაივი წავიღეთ თემურ ნიკოლაიშვილთან, შემდეგ დავაბალანსებ და ეს არის ის დისკი, რომელიც გვაქვს სახეზე. სავარაუდოდ ჩვენ ამ წელს კიდევ გეგმავთ ალბომების გამოშვებას, ანუ ერთდროულად 3 ალბომს გამოვუშვებთ და 9 თვის მანძილზე ერთდროულად 3 ალბომს გამოვუშვებთ. ეს იქნება ეს დისკი, ანუ უკვე საალბომო ვარიანტი და ეს იქნება შემდეგი 2 ალბომი და სავარაუდოდ ჩვენ შევკრავთ ეს გამოვა ტრილოგია. მოკლედ ძალიან დიდი ოპტიმიზმით ხართ სავსე და მე მაინტერესებს კითხვა, რომელიც არ მიიყვანეს შენ ბოლოში. მართლაც ვინ არის თქვენი დაინტერესებული? პროდიუსერი ასეთი თუ ყავთ, მენეჯერი თუ ყავთ, რაღაცა სტილში და იმაში რომ მოგაქციოთ კალაპოტში თუ არსებობს ასეთი ადამიანი? დავამატებ, მაინტერესებს რა როგორ დამთავრდა ეს საპრეზენტაციო ჩვენება ნოანუაში. არა, გაგრძელება, იმიტომ რომ პროდიუსერზე კითხა და იქ იყო შვეიცარიელი პროდიუსერი ჩამოსული და რა შედეგებით დამთავრდა. თითქოს თქვენ წაყვანას აპირებდა რა, მოეწონა თუ არა ეს ლაივში ეს ყველაფერი, სპეციალურად იყო ხო ეს კონცერტი მოწყობილი და გაგრძელდა. მას ეს კონცერტი მოეწონა და როგორც თქვა იცი დამოვიწყდა როგორ დანაირად პროდიუსერზე კითხა. პროდიუსერზე. აი ზუსტად პროდიუსერზე ვილაპარაკე და გადავალვა ამას ერთმანეთს, იმიტომ რომ პროდიუსერი ამ შემთხვევაში პიტერ ბასლერი ნუ მან გამოხატა ერთგვარი დაინტერესება, მაგრამ თქვა მან ესეთი რაღაცა რომ ჩვენ გავაკეთებთ აუცილებლად პაკეტს, მუსიკალურ პაკეტს, ეს იქნება 3 ჯგუფი, 4 ჯგუფი, იმიტომ რომ ქართული ჯგუფები პოპულარულები არ არიან სოფლიოს გარშემო და მე ძალიან გამიჭირდა, მე არა ვარ დარწმუნებული, შეიძლება ამ საწყის ეტაპზე ძალიან ბევრი ფულის დახარჯვა მომიწიოს და ეს ფული ერთი ჯგუფიდან მე ვერ ამოვიღო, რომელიც უცნობი არის. ამიტომ მერჩევნია 3-4 ჯგუფი შევკრა და როგორც საქართველოს დღეები ეს წავიღო და ვთქვათ გავაკეთო სხვადასხვა ქვეყნებში ტურნე. მე ლალის კითხვას დაახლოებით ეს გავაგრძელ პროდიუსერების როლში დედა და მამა ხომ არ გადიან, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მათ ხედავთ სულ თქვენ შენს გვერდით არიან, თქვენს გვერდით არიან, ისინი აგვარებენ ორგანიზაციულ საკითხებს და აქვე იმასაც კითხავთ, რამდენად ხომ არ ექცევთ მათი გავლენის ქვეშ. დედაჩემის და მამაჩემის როლი ძალიან დიდია. განსაკუთრებით მამაჩემის მე მინდა გამოვყო. ის ფაქტია რაღაც ისე გამოდის, რომ არა მარტო მამაჩემია და არა მარტო ის გამოდის, რომ ის ესე მთელ ჯგუფზე იმაშება, ხო? და პლუს ამას გარკვეულწილად პროდიუსერი მე ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ბევრს აკეთებს ის ჩვენთვის.
ძალიან ბევრ საკითხებს. რაც შეეხება გავლენას, სწორედ მათ საწინააღმდეგოდ მოხდა ეს ყველაფერი. ანუ ისინი სულ სხვა რამისკენ აპირებდნენ, ანუ ისინი იყვნენ ჩემი კარიერი დაინტერესებული როგორც მსახიობის, მაგრამ მე მოულოდნელად, ეს იყო აბსოლუტურად ჩემი გადაწყვეტილება. მე მოულოდნელად ავირჩიე აბსოლუტურად განსხვავებული გზა. ამიტომ გავლენა საქადგილი არის. დაასრულე? პასუხი. შენ თქვი წეღა რომ ძალიან განიცადე ის ფაქტი, როცა ვერ ხედავდი რომ ადამიანებში სევდას ვერ ხედავდი და რომ ისინი ერთობოდნენ და უკეთ ფაქტურად აღარ ქონდათ არანაირი გასტა, ხომ ასეა? და ამის გამო შენ გადაწყვეტე რომ დაგეწერა მუსიკა, რომელიც შეაღწევდა ამ ადამიანებს და დააფიქრებდა. მე გეტყვი ხა, მე საერთოდ მუშაობ ზუსტად იმ მუსიკაზე, რომელსაც ემოცია მექვს და ასე და ასე შემდეგ. შენ მუსიკაში მე ემოცია ვერ დავინახე. ეს ერთი. და შენ წეგან ისე თქვი რომ აი ამის და ამის გამო შენ ხარ შენი თავით კმაყოფილი, ეს წინ წახვალ ფიქრობ? მე არა ვარ ჩემი თავით კმაყოფილი. არა, შენ წეგან იყავი რომ აი ამ სიტყვებით და მთელ დაჟე აქ უკაცრავად და წიგნიც უნდა გამოცე რომ აგვიხსნა ჩვენ ამ მე რა არა, თქვენ რაღაც ნუ გეშლებათ. ერთი რაღაცა არის, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. როგორც კი ვიღაცა რაღაცას გააკეთებს, მაშინვე რატომღაც იმას რაღაცა თითქოს ის ამბიციური ხდება ან რაღაცა მაგ დაგვარი ან მე ვარ საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ, რომ ჯერ ჩვენ არაფერი არ გავუკეთებია. ანუ ჩვენ უნდა მივახციოთ. მე მხოლოდ მას შემდეგ დავწყნარდები, როგორც კი მე 9 თვის მანძილზე გამოვუშვებ 3 ალბომს. აი გერქვა რომ აი ამბიცია არ არის მე 9 თვის მანძილზე. ამბიცია, აი დავუჩინე. არა, იცი როგორ გამწვდოს, კმაყოფილია ის და ეხლა როცა იმას ამბობ რომ კმაყოფილი არ ვარ, მე მინდა 3 ალბომი გამოვუშვა და ნოემბრის თვეში დავასრულო ეს 3 ალბომის ერთად შევკრიბო და გავაკეთო დიდი გრანდი. მე გეტყვი რომ შენი მუსიკა არის ძალიან მარტივი, არ არის ის ემოციური. აი ამას გეტყვი. თან გაამატე რომ ეს შენი აზრია. ვინ კარგით მოგიყვარს თუ მარტივია. ეს იგივე ამბავია. ლიზა ამბობს ემოციურია. ხალხო, მე ერთი რაღაცა მინდა თქვა რომ ყველა ადამიანს თავის მე შენ პრინციპში ამ შემიძლია მე დაუსვა ერთი კითხვა და შეიძლება ლაშასთვის ემოციური არის, ესთვის ემოციური, მაგასთვის არ არის ემოციური. მე არ შემიძლია თქვენ ეს დაგიშალოთ, რომ ალბათ შეიძლება გასაგები. და მე კიდე აი იცი რეკლამის თემას გავაგრძელებ, რომ რატომ მაწვდით თქვენ ამ მუსიკას არასწორად ხალხს? რატომ არავინ არ მუშაობს იმაზე, რომ ნუ არა, იმ სმენელს არ ასმენინებს თავის მუსიკას, ვინც აი კონკრეტულად იმ ჟანრს მოусმენთ. შენზე მართლა კარგი აი მუსიკას ხო ვინც უსმენს, რომელიც შენ მოგწონს ხო თუნდაც და რომელსაც შენ აკეთებ. რატო არ აწვდი იმ ხალხს? ცადა? არა, არ აი მითხარი რადიო რომელშიდაც ტრიალებს. პირველი რადიო არ ატრიალებს მე დღეს. ხოდა ტრიალებს. თუგიც მოდი კარგი მოვაწესრიგოთ მაშინ. გიგია შენ საერთოდ რომელიმე რადიოში მიგეტანა შენი კომპოზიცია? ბატონო? რომელიმე რადიოში მიტანა თუ გიცდი? კი, მწვანე ტალღაზე მივიტანეთ, ჩვენ მწვანე ტალღაზე მიწვეულები ვიყავით და როგორც ის ტრიალებს. გასაგებია, პრინციპში არტო კი მწვანე ტალღაზე უნდა ტრიალებდეს. სხვა რადიოს ვერ მოთხოვ რომ დაატრიალოს. ერთ ბოლო შეკითხვის დასასრულებლად. შეიძლება იმ წევრებზე ვთქვა რაღაცა, ვინც დღეს არ არის. კარგი ერთი რაღაცას გეტყვი. აი რაზეც საუბრობთ, დატრიალდება თუ არ დატრიალდება, მე უბრალოდ როგორი აზრი გამიჩნდა, იცი რომ, როდესაც ხელში მიჭირავს აი art rock-ის ალბომი, ხო და კითხულობასაც სათაურებს 60-დან გააქცევა დროის ცირკულაცია სივრცეში, ცოტა რაღაც შეუსაბამობის ის მიჩნდება რა. გრძნობა და აი რაღაც მგონია რომ art rock-ი აღარ იქნება ამაში რა. ეს ერთი. და მე art rock-ი არის ძალიან რთული მუსიკა. ძალიან კარგი რომ ამ მუსიკას ეჭიდავებით, მაგი ძალიან კარგია პირიქით, მაგრამ იმისათვის რომ თქვენ მოგისმინოთ იმ სმენელმა, რომელიც დღეს უსმენს იგივე ELP-ს და King Crimson-ს, თქვენ გინდათ ძალიან ბევრი მუშაობა რა, 1-20 წელი ალბათ. და აი გიჟირთ რომ აი ეს 20 წელი და კიდევ შეიძლება უფრო დიდხანს დინარის საწინააღმდეგო მიმართულებით იცროთ, იმიტომ რომ დღეს ეს მუსიკა თავის დროზე არ ყოფილა პოპულარული და კომერციული, უსმენდნენ აი ეს ერთეულები რა და დღეს არც მოდური, არც პოპულარული და არც პერსპექტივა აქვს. პირიქით 20 წლის განმავლობაში ალბათ დაიხოცება ეს ხალხი, ვინც Emerson Lake Palmer-ს უსმენს და აღარ იქნება რა და ძალიან რთული გზა გაქვთ არჩეული. მაგრამ მეგონა ბოლომდე აუცილებლად. შეიძლება თქვა
მე 20 წელზე კიდევ მეტი მგონია რომ აი ამას საჭიროა რომ კი შეიძლება რამენად ძალიან მოკლედ კი რა ამბიციად გაქვს რომ აი მე დავაყენებ როგორც ჩვენ თქვი რომ არა მე თქვენ მომისმენთ აი ესეთი ამბიცია გაქვს ჩვენ რომ არა ძალიან მალე თქვენ აი აგერ ნახავთ თუ არა რომ მომისმენთ და ღმერთმა ხნეს მაგრამ ძალიან რთული გაგზავნოთ გზა გაქვთ არჩეული რა კი გისმენთ პასუხი მოკლედ ჩვენ დაწყებულ საქმეს ბოლომდე გასაგებია და ერთი წელი ძალიან ცოტა დროა იმისთვის რომ კიდევ ერთი აი შენ გვაჩვენებ თავს თუ ასე არ ვიცი ხლა არტისტულობა შენში თქვით რომ დიდია იდეისთვის მებრძოლი ადამიანი ხარ მაგრამ ჯგუფში როგორც ჩანს ხო ახლა თქვა გოგოები ისე არ არიან გათუცნობიერებული არაფერაკის იდეოლოგიაში უბრალოდ კარგი მუსიკოსები არიან და ხვალ შეიძლება დაიღალოთ და თქვა რომ აღარ გვინდა რა ეს იდეა და არტ როკი და დავიღალეთ რა უბრალოდ შეიძლება ხო აი შეიძლება ხვალ ხელი ჩაიქნიოთ რა ეჭვი მეპარება ესეთი რაღაც რომ მოხდეს იმიტომ რომ ჩვენ ვართ უკვე ერთი ოჯახი და არ არსებობს არ ამგონია ესეთი რაღაც მოხდეს რომ ჩვენ რაღაც არ მოგვეწონოს იმდენად ღრმად ვართ შეჭრილები უკვე ამ მუსიკაში შეიძლება მე მანამდე მართლა არ უსმენდი არტ როკს მე უფრო კლასიკოსი ვარ და კლასიკური მუსიკა მიტაცებს მაგრამ რადგან უკვე მე მომეწონა ეს მუსიკა და შევიყვარე ეს მუსიკა მე იმდენად ღრმად ვარ ამ მუსიკაში ჩაფლული რომ ეჭვი მეპარება რომ ოდეს მე მოხდეს ესეთი რაღაც რომ ეს მუსიკა ან მომბეზრდეს ან რაღაც რო გვიჩვენებს ლენას მინდა ვკითხო არა მეც ვერ ლენა არა ფოტოგრაფ იური მეჩიტოვის ქალიშვილი ხო არ ძალიან არა ძმიშვილი გასაგებია მოკლედ ნელ-ნელა ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება თუმცა ის ჯერ არ დასრულებულა რადგან ძალიან საინტერესო ნაწილი კიდევ წინ გველის გადაცემაში რეკლამის დროა რეკლამის შემდეგ ჩვენ დაბრუნდებით და ჯგუფის სინათლის წელიწადი შესრულებს თავის ახალ კომპოზიციას და აჟიოტაჟის შემდეგ რომელიც სტუდიაში იყო გაჩაღებული მათ კვლავ აქვთ როგორც ჩანს სიმღერის ხანისი ხორცდები და რეკლამის შემდეგ ჯგუფის სინათლის წელიწადი შეზღუდული რაოდენობის შემადგენლობით აუცილებლად შეგვისრულებს თავის ახალ კომპოზიციას ასე რომ დაგვალოდეთ აუცილებლად დაბრუნდებით რეკლამის შემდეგ მაშინ ისე პირდაპირ ეთერშია თოქ-შოუ პრესი და მე მინდა ერთი არ ვიცი საინტერესო ინფორმაცია ალბათ მოგაწოდოთ რომ ამ სეზონზე ეს იყო პრესის ბოლო გამოშვება ჩვენ ვაცხადებთ ასე ვთქვათ საზაფხულო არ დადეგებს ასე რომ კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთს უკვე აღარ შევხვდებით და დღეს ჩვენი სტუმარი იყო ჯგუფი სინათლის წელიწადი არის კიდევაც რომელიც ასე დასასრულ ჩვენი გადაცემის არ დადეგების წინ შესრულებს თავის ახალ კომპოზიციას, თუმცა სანამ მე დაგემშვიდობებოდეთ, დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის და დიდი მადლობა ჟურნალისტებსაც და ახლა მოვსმინოთ ჯგუფ სინათლის წელიწადი. კარგით. პითონის სიზმარი. ძინავს ხისტოდებში ჭრალ პითონს და რასვენებს ეჯვის ჯია და ეს სიზმრება რომ პითონ არის პატარა თეთრი ბაჭია დილით რომ მიირთო თვითონ თვალები დიდი, ფიქრი ირევა სხვადასხვა ფერად. გველიც ბაჭია ყოფილა დიდი, ოღონდ პითონი ქვია სახელად. ლა რომ იწება და აღარ თავდება. რატომ შემჭამე ფიქრობს პითონი? ნუ თუ შემჭამა ამბობს ბაჭია. მოკვდა ტოტებში გარდით პითონი. მიდის სიმქვეყნაც და ისევ შია. ვინ მომიგონებს ამბობს პითონი? დარც არა ვიყვირის ბაჭია.
ალბათ